მოგესალმებით, მე ლაშა ღვალაძე ვარ. დღეს გადავწყვიტეთ თქვენთვის ესე ვთქვათ, გაგვეტისა და გვეჩვენებინა 80-იანი წლების ლეგენდა. Რა თქმა უნდა, E30, ამ შემთხვევაში კუპე ვერსია. ეს მანქანა არის ჩვენი მეგობრის, მაგის Instagram-ი იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ დაათვალიერებთ ამ მანქანის ვიდეოები და ფოტოები. მოკლედ, რა შეიძლება რომ ამ მანქანაზე ითქვას? პირველ რიგში ის, რომ მართლა 80-იანი წლების ლეგენდა იყო, ხულიგანკა, ესე ვეკაიფება ეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 80-იანი წლებისგან ძალიან შორს ვართ, ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს მოსმენილი ამ მანქანაზე, ჩვენი ბაბუებისგან, ჩვენი მამებისგან. ხულიგანკა როცა ყავდა იმ პერიოდში რაღაც ჩაჭრილი გრუჩიტელით, ჩაჭრილი იმით რა ქვია, ბოლო გამშვებით, ან იმ კოლექტორში გადახსნილი, ხმარო ქონა უანგრევდა ყველაფერს, აუკიძრავები როიდო რა, ეს გადაკუზული შეშებით. მაგზრავით და მოკლედ მაშინ მეფე იყავი რა. თან მით უმეტეს ეხა ასე თუ ისე ძველი BMW-ები უფრო ბლოკავდა ვიდრე ახლები. ახლები ნუ F-სერიებს არ გულისხმობ. F-სერიები კიდე ცოტა აზრზე არის, მაგრამ ეს არის E60 რო აიღო, არაფერში არ წერია მაგის ხიდი, მაგრამ ესენი კიდე რაღაცა შვებოდნენ ხოლმე. მე იქ ხიდის ჩასვარკება ისწავლეს, ის ისწავლეს, ეს ისწავლეს და მოკლედ რა აწიოკებდნენ ხოლმე მეზობლებსაც და ქალაქსაც. მაგ პერიოდს ჩვენ ვერ მოვესწარით, იმიტომ რომ ძალიან მერე დავიბადეთ. მაგრამ ჩვენამდე მოვიდა ეს მანქანები. მოვიდა ისე როგორც არის, ძალიან ბევრ რაღაც ვისწავლეთ, თორე ხა ესეთ ვიზუალზე 80-იან წლებში რა თქმა უნდა მანქანას ვერ ნახავდი. ან თუ ნახავდი, რაღაც არ ამგონია, თუ არსებობდა მაშინ როკეტბანი არა იმი აბუესი, ერთადერთი ჩიტოკები Evo ვერსია, MT1, MT2, მაშინ არ ვიცი რა ეღირებოდა, რავი. ძალიან ძვირი ესე რო თქვა და ეხლა კიდე მიდიხარ და რავი, ჩიტოკს ჩამოასხავ 150 ლარში და კრილოებს 200 ლარში და ასე შემდეგ. ბევრად მარტივი გახდა, მაგრამ ვიზუალის ნაწილებს იშოვი, მაგრამ თვითონ მანქანას ვეღარ იშოვ. ჩვენ ხო ძალიან მაგარი კანონი გვაქვს, ვეღარ ჩამოყავს ესეთი მანქანები. ამ წლოვანების მანქანას კიდე შეიძლება რომ ჩამოიყენო 1-2 წელი გააჩერე და მე განაბაჟებ, მაგრამ ესე ვთქვათ, პერეხაჯიას ვერსიას ვეღარ იყიდე, ანუ რესტაილინგ ვერსიას ვერ იყიდე და ვერ ჩამოიყვან, იმიტომ რომ უნაილოდ დიდხანს რომ მე განაბაჟო რა. მოკლედ ამ მანქანებს ვეღარ ვიშოვით. ვიშოვით ვიზუალის ნაწილებს, მაგრამ კუზავს ვეღარ. და თუ ვიშოვით კიდე ისეთი ფასები აქვს, რომ მოკლედ, მე თვითონ წოს ხულიგანკა და გაჩერებული იყოს ეს ლამაზად შეფუთული. ბალახებში კიდას, მაგრამ მაინც. მაგ მანქანას ოდესღაც გავაცოცხლებთ. ჩემი ამ შემთხვევაში სედანის ვერსია, მაგრამ მე რაღაცებიდან გამომდინარე სედანი უფრო მირჩევნია რა, ამიტომ ცოტა სხვანაირად ვუყურებ ხოლმე რაღაცებს. მოკლედ, ამ მანქანაზე რა შეიძლება რომ ითქვას? აწყობილი არის ისე როგორც პატრონის გემოვნებაში ჯდებოდა. ძრავი არის ამ შემთხვევაში BMW-ი 2 და 8, აწყობილი ძრავია. სიდანიები ვინაიდან რადგანაც ქარხნული არ იშოვება და თუ იშოვება ღირს, ალბათ ამ მანქანაზე ცოტა უფრო მეტი. ამ შემთხვევაში იმ ვერსიას გულისხმობ. ჩალაგებული არის კოშები. აყენი ერთ-ერთი ყველაზე ესეც ჩემთვის საყვარელი საჭირო, ცოტა დიდი კი აზომით, მაგრამ მაინც და ის დეტალები რაც მანქანას ჭირდება რომ იყოს ესე ვთქვათ ქარხნული და ტეხას მოყრე გაიაროს, ძირითად შემთხვევაში აქ. ნუ ამ შემთხვევაში ახლა ერთი ფარი გვაკლია და უსტოპები გვაქვს უკან გატეხილი, მაგრამ ან რომ მოვიდომოთ ტეხას მოც გავატარებთ. ეხლა ესეთი ამბავია. ამ მანქანაში გვინდა რომ გავაკეთოთ სვაპი, გვინდა რომ ჩავდგათ 8 ცილინდრიანი ძრავი. უბრალოდ ასარჩევი გვაქვს რომელი ჩავდგათ და თან ეს ძრავი ისე უნდა ჩავდგათ და ისე უნდა გავმართოთ ყველაფერი, რომ მე ტეხას მოყრე გავატაროთ და ამ მანქანის შესაძლებელი იყოს რომ ქალაქში ვიაროთ. რომ მე ყველგან არ დაგჭირდეს ამ შემთხვევაში ტრეკზე წამოსასვლელად და თან ნებისმიერ ლოკაციას გასვლად ევაკუატორის გამოყენება. და თან ესე როცა არის მანქანა აწყობილი და პატრონსაც უნდა რომ ბოლომდე დაამთავროს და იყოს მაქსიმალურად ქარხნულ მდგომარეობაში, გვინდა რომ იყოს კარგი სვაპი. ეხლა თქვენ გვირჩიეთ, აუ, კაი რა. ჩვენი გადმოსახედი კი იცით, რომ მე პირადად M13 ნორმალურ დონეზე კარგად მაინც ვიცი და შემიძლია ძალიან მარტივად გავმართო, მაგრამ არის სხვა ვარიანტებიც. ამ შემთხვევაში თუნდაც LS-ი, თუნდაც Soroki, ამ შემთხვევაში 4 და 6 გულისხმობ, 4 და 0 არა. უზეტი და სხვა კიდე რამოდენიმე ჰემის ძრავი ესევე. მოკლედ თქვენ გვირჩიეთ 8 ცილინდრიანი რომელიც ძრავი შეიძლება რომ ამაში ჩავდგათ და იყოს განსხვავებული და კარგი. ოღონდ ძალიან ისე რა 10000 დოლარზე რო არ გავფრინდეს. რავი, ნახოთ აბა ერთი დაივოსემი რა შვება. აწყობილი 2 და 8. გავიაროთ, გამოვიაროთ, დავათვალიეროთ. ნახოთ რა მის თავი თუ აქვს ამ შემთხვევაში და მე ეს ძრავი რა თქმა უნდა გაიყიდება და 8 ცილინდრიანი ჩაიდგება და მე 8 ცილინდრიანს რო ჩავდგავთ აწყობის პროცესს გაჩვენებთ, არხი გამოვიწერეთ, არ დაგავიწყოთ, ყველაფერი ნახოთ და მე რო უკვე თავიდან გავტესტავთ. ხო და რავი, ეხლა წავიდეთ რა, ნახოთ რა სწავს. დაიქვება. A few moments later. თუ მოგიტყარ. Let's go. I wake up to a little bit of drool on my pillow, feel like it's gonna be a bad day. Yeah, I'm tired of shit and the coffee ain't hit yet, damn ain't that great. I don't wanna go to work cause my boss is a jerk and I'm not even that paid. I need a change in my life cause I don't feel alive and there's nothing that makes me happy. Hold my beer for a minute, I'm about to quit my job, cash in for a ticket. I'm going on a trip and I don't plan to visit. I'm gonna stay there till I feel like I'm winning. And this is just the beginning. I need a big change, help me feel like living. I need a big
swing home runs I'm hitting and I'll never look back, moving on till I get it all. And we all got dreams, we all want things, but what you gonna do for it? How you gonna move for it? What you gonna be? And do you believe you can do anything? But what you gonna do for it? How you gonna move for it? What you gonna be? To fight, to die on, and this is my game to play, to claim a brand new name, oh, and I ain't gonna lie to you, I'm a bit nervous that I might screw everything up that I've ever done, but what's the point of living if you ain't having fun? I guess I'll try this, try that, might miss, gotta find what I'm good at. I guess I look here, look there, over where am I scared, where am I at? I gotta make it in this life, whatever makes me happy, know I'm doing things right. Sipping in the summer on a goose and Sprite, or find a nightclub for the end of the night, oh. And we all got dreams, we all want things, but what you gonna do for it? How you gonna move for it? What you gonna be? And do you believe you can do anything? But what you gonna do for it? How you gonna move for it? What you gonna be? მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. ეხლა წავალთ. როგორც უკვე გითხარით, გვირჩიეთ რა გავსვაპოთ. ჩვენ რაღაც იდეები გვაქვს, მაგრამ მაინც. ხო და ნახოთ ამბები როგორ წავა, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ამ მანქანის აწყობის მთლიან ვიდეოს ნახავთ. მოკლედ ესეთია ჩვენი 80-იანების ლეგენდა. ესეთია ჩვენი თბილისის ამაწიოკებელი 80-იან წლებში და 90-იან წლებში და არაერთი შეჯიბრის გამარჯვებული ხულიგანკა. E30 ხულიგანი, რავი, როგორც თქვენ მოიაზრებთ. ჩემთვის მაინც ლეგენდაა. ეს და რა თქმა უნდა V190 Mercedes, მაგრამ მაინც. ამ შემთხვევაში ეს გავტესეს და 190-საც დარწმუნებული ვიყავით, რომ ძალიან მალე შემოგთავაზებთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ეხლა ეს მანქანა დაიშლება და დაგებრუნდებათ აწყობის ვიდეოს მერე უკვე გამართული 8 ცილინდრიანი და უკვე გავტესტავთ და თან ნახავთ რა სხვაობა ექნება. თან რაღაც ძალიან გრძელი ხიდი აყენია და საერთოდ როლდებოდი, ამ ხელა ნამდვილ სიგრძე გადაცემა თუ ეყენებოდა, იმიტომ რომ მეორე წლებოდა რა მე მგონი მთელი ლوارენას. ხო და ხიდს დავტოვებთ, თან დიდი კოჯოხის ხიდი აყენია და იმედი მაქვს რომ 8 ცილინდრიანსაც აიტანს. ხოშე ნომერზე. ევაკუატორს დაგჭირდებათ, აგერ არის ნომერი, დარეკავთ. ჩვენც გვახსენებთ და შეიძლება უკვე თქვენ თუ მოილაპარაკებთ. პრომოკოდია. ო, პრომოკოდი GLT. შიტოკი. შესვლა უნდა მაგასე. აი ამ ევაკუატორით მოგემსახურებიან, აი მომოსული. მთლიან ვიდეოს YouTube-ზე ნახავთ, ხოლო Instagram-ისთვის გაზრდებული ვიდეოებს უკვე ნახავთ ამ მანქანის პატრონის Instagram-ზე. აგერ არის ლინკი და გადადით და დაათვალიერეთ. რამაზან!